News-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Post-Alliance ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემა მონოლოგიდან დიალოგამდე. მე გადაცემის წამყვანი ნატო კოკელია ვარ. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღეა დარჩენილი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები და მაჟორიტარი კანდიდატებიც ცნობილია. პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ მართლმა პარტიამ გენდერული ბალანსის შედგენისას არ დაარღვია. გაიცხადა პარტიის სიების შედგენის საკითხზე, როცა საუბრობდა, რომ ლევ არჩევრეულ ვარ და კახი კალაძემ და გიორგი გურიკაშვილმა შეადგინეს სიები და თქვა ისიც, რომ რამდენიმე ადამიანზე უკვე მივეწიო რეკომენდაცია, მაგრამ არ გაითვალისწინესო. ხშირად ხდება, როდესაც არ ითვალისწინებთ ბიძნეივანიშვილის რჩევებს, ეს მაინტერესებს და ასევე მაინტერესებს თქვენი პოზიცია ქალების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მეტი ქალი პოლიტიკაში გენდერულ ბალანსზე და პარტიულ კოტებზე უკვე ძალიან ბევრი გვაქვს. მოდიმაში ბოლოს შეკითხვიდან დავიწყებ, ქალბატონებს რაც შეეხება, მე მივესალმები ქალბატონების ჩართულობას პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი რესურსი გაგვაჩნია ქვეყანაში და ქალბატონების როლი მაქსიმალურად უნდა იყოს წინ წამოწეული, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. მათი შესაძლებლობები ძალიან აქტიური ქალბატონები ყავს ჩვენ პარტია ქართულ ოცნებაში და ჩვენი საპარლამენტო სიაც მაჟორიტარული კანდიდატები, რომელიც არის წარმოდგენილი, მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალბატონების ჩართულობას და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხარდაჭერა. და გარდა ქალბატონებისა, მე ახალგაზრდების როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ვაფასებ და ვხედავ ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკაში და მათ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ საქმიანობას ქვეყნის კეთილდღეობაში. რაც შეეხება კონკრეტულ სიების შედგენას, ეს გადაწყვეტილებები მარტო ჩემი მხრიდან ან მარტო პრემიერის მხრიდან არ ხდება, პარტიას ყავს პოლიტსაბჭო, ჩვენ ვართ გუნდი, სადაც ხდება ყველა საკითხის გავლა, მათ შორის პარტიული სიების, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატების თუ ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი, უამრავი კვლევა, უამრავი გამოკითხვა ჩატარდა იმისთვის, რომ გაგვეგო კონკრეტულ რაიონში, სოფელში მოსახლეობის დამოკიდებულება კონკრეტულ კანდიდატებზე, რომელზეც ვფიქრობდით და ზუსტად ამ გამოკითხვების შედეგად იქნა გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუ რომელ რაიონში, რომელ ოლქში, რომელი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება ბატონ ბიძინას იყო რამოდენიმე შემთხვევა, მართლაც ამას არ დავმალავთ, დასამალი არაფერი არ არის. იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, რადგან განხილვის დროს იყო სხვა უკეთესი კანდიდატურები, მასზე გაკეთდა აქცენტი. ეს არის დემოკრატია, ასე რომ საწყენი აქ არაფერი. პოლიტიკური გაერთიანების პაატა ბუჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის საპარლამენტო სიის ათეულში ქალები ვერ მოხვდნენ. თუმცა ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბუჭულაძე მიიჩნევს, რომ ამით ქალები არ დაჩაგროვან. ამ საკითხზე ბუჭულაძემ გუნდის წევრებთან ერთად ივილიტას ბიბლიოთეკაში სტუმრობისაც ისაუბრა. ქალები პარტიულ სიაში უკვე შეაფასეს, რომ ეს არის არაგენდერული სია და არის ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ არჩევ ყავს, რაც ყავდა გუნდში, ყველაზე კარგები იყვნენ ესეთები და მაგაში რა თქმა უნდა დიდი დანაკარგია, რომ ქალბატონები არ არიან, თუმცა ჩვენ სიაში არიან 17 ქალბატონია, რომელიც შეყვანილია პარტიაში, მაგრამ პირველ ათეულში ვერ მოხვდნენ. ამაზე ბოდიში მართალია, იმიტომ რომ სხვანაირად განათლება. გარდა ამისა, თუ შეიძლება დავამატებ, ჩვენ არ გვაქვს გეზი იქიდან, რომ შედის შეკოს პარლამენტში 10-15 და 20 ადამიანი. ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია იმაზე, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში და იმას, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი, რომლებიც არიან სიაში, ავტომატურად მოხვდებიან პარლამენტში, ასევე ყავს ქალბატონები მაჟორიტარები, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ, ასევე ქალბატონებს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თქვენი ასე ვთქვათ, ეს გენდერული თანასწორობა საბოლოო ჯამში პარლამენტში აუცილებლად იქნება დაცული.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ქალების ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია. ქვეყნის პირველმა პირმა ამ თემაზე ყურადღება ივილიტას ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებთან შეხვედრასაც გაამახვილა. მე მჯერა რომ ქალები პოლიტიკაში მართლაც ძალიან დიდი პოზიტივის მომტანი არიან. 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად, ძალიან ვცდილობდი რომ პარლამენტში გასულიყო კანონი, რომელიც გენდერულ კვოტირებას დააკანონებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დასანანია რომ ეს ასე არ მოხდა, მთელი 2015 წლის განმავლობაში მე ამაზე ვსაუბრობდი. რეალურად არავინ არ თქვა, არავინ არ წავიდა ამის წინააღმდეგ, მაგრამ საქმეზე რომ მივიდა, იქნა ეს პოზიცია არ იქნა დაფიქსირებული. მართლაც ქალბატონები სტატისტიკურადაც და როდესაც ჩვენ ხედავთ ქმნიან ჩემი აზრით თავიანთი გაწონასწორებულობიდან გამომდინარე, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ქალი საქართველოში არის ერთდროულად ადამიანი, რომელიც მუშაობს, სოციალური ფუნქცია გააჩნია, სახში ასე ვთქვათ შემოსავლის შემომტანია, მაგრამ ამავე დროს არის დედაც და მეუღლეც და ადამიანი, ვინც უვლის ოჯახს. აღარ მინდა ამ სიღრმეებში შესვლა, მაგრამ დაახლოებით თუ შევხედავთ ამ რეალობას, ქალბატონები ბევრად მეტი შესძლეს. ფიზიოლოგიურადაც ქალი დედაა და ეს განაპირობებს მის აქტივობას, მაგრამ არ ჩაიკეტა ქართველი ქალი მარტო ამ ფუნქციაში, არამედ განსაკუთრებით ახლა კიდევ ერთხელ თქვენ ეს არ გახსოვთ, მაგრამ უძიმეს პერიოდში, როდესაც დაინგრა მთელი სოციალური სისტემა, ჩვენივე განათლების რაც განათლება ქონდა მიღებული, რაც გამოცდილება ქონდა მიღებული, ფაქტიურად აღარ იყო საჭირო აღარ გახდა საჭირო გახდა ინოვაციურად ახალი, ასე ვთქვათ, სწრაფად ახალი გამოცდილების შეძენა, ბაზარმა ახალი სამუშაოს ადგილები გააჩინა, რომლისთვისაც ჩვენ მზად არ ვიყავით, სწორედ ქალების კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა ასეთმა პრობლემამ და მე მიმაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ ქალბატონები არ არიან წარმოდგენილი ისეთი რაოდენობით, როგორც პარლამენტში, ასევე სხვა სტრუქტურებში ეს არის. ხო, ანუ არ ვიცი თვითმმართველობის სტატისტიკა, სამწუხაროდ მე არ ვიცი, დაბალია, ხო? ეს არის არა მარტო უსამართლობა, ამავე დროს ეს არის რესურსის არასწორად გამოყენება, იმიტომ რომ ქალბატონები ძალიან გამოცდილები არიან, განსაკუთრებით ქართველი ქალბატონები და განსაკუთრებით ახლა ასე ვთქვათ შუა ხნის ქალბატონები, რომლებსაც გადაიტანეს ის თქვენი მშობლები, რომლებსაც გადაიტანეს ძალიან მძიმე პერიოდი. რამდენად რთულია ქალი კანდიდატებისთვის საარჩევნო მარათონი, რა წინააღმდეგობებია ამ გზაზე, როგორ მოხდნენ პოლიტიკაში და რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ კამპანიის წარმართვა. ამ თემაზე სასაუბრად გურია ნიუსის სტუდიაში ქართული ოცნების კანდიდატი ნინო წილოსანი და ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი მოუწვეთ, ორივე მათგანი ჩოხატაური ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭ. თუმცა მმართველი პარტიის კანდიდატმა გადაცემაში სტუმრობაზე უარი თქვა. მისი პრესამსახურის განმარტებით ნინო წილოსანი არც ერთ კანდიდატთან დებატში არ დაჯდება. როგორც ჩანს, ქართული ოცნების რჩეულ სასაუბრო არ აქვს, არ შეუძლია, ამიტომ ჩვენი სტუდიის სტუმარი მხოლოდ ნინო კვიტაიშვილი იქნება და გვეოდეთ მასთან ერთად სტუდიიდან რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. ჩაისუნთქებ წიგნიერი ჟანგბადი, ივლიტას ბიბლიოთეკა.
მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ადამიანია მთავარი ღირებულება. მისი უფლებები კი საიმედოდ დაცული. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. ჩვენ ისევ ეთერში ვარ, ჩვენი გადაცემის სტუმარია ნინო კუტაიშვილი, ლანჩხუთის ჩოხატაურის ოზურგეთის ნაწილის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. როგორც ხედავთ, ჩვენი სტუდიის კამი დღესაც ცარიელია. ამის მიზეზი კი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ის არის, რომ ქართული ოცნების კანდიდატმა ნინო წილოსანმა გადაცემაში მოსვლაზე უარი თქვა და როგორც მისმა პრესამსახურმა გითხრა, ის დებატებზე უარს ამბობს ყველა კანდიდატთან. არც ეს მაყურებელმა და მკითხველმა შემდგომში შეაფასოს როგორ არის და რა არის ამის მიზეზი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო არ ჭრდება ქართული ოცნების კანდიდატი? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელსაც და მკითხველსაც, რამდენად ვიცი რომ პრესაშიც იბეჭდება ჩვენი ინტერვიუ. შეფასება ალბათ ერთია ის, რომ ქართულმა ოცნებამ დააყენა კანდიდატი, რომელსაც არ შესწევს ძალა, უნარი, არ ყოფნის კომპეტენცია იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს სხვა კანდიდატებს და ფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ამ პარტიის მეორე კრახია, იმიტომ რომ ჭკუასელის ჩანაცვლება ქალბატონი წილოსანით იყო პირველი კრახი ოცნებისთვის და მეორე ამ შემთხვევაში ის, რომ ის ვერ უპირისპირდება თავის კონკურენტებს. ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენ არ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ მისი პოზიციაც, რამდენად თანაბარ საარჩევნო გარემოში გიწევთ ბრძოლა, თან იმ ფონზე, როდესაც თქვენი მთავარი კონკურენტი, ანუ ხელისუფლების წარმომადგენელი არის ხალი. ჯერ ვიტყვი, რამდენად თანაბარ კონკურენტულია გარემო. იცით რა, ამაზე მეტყველებს თუნდაც ქუჩაში გაკრული პლაკატები, სადაც ფაქტობრივად ყველა ჩემი პლაკატი არის განადგურებული და რიგ შემთხვევაში შემორჩენილია მხოლოდ სახელი და გვარი, ან თავი, ან ბოლო პლაკატის, ან საერთოდაც აღარ არსებობს ეს ჩანს ჩოხატაურშიც, ეს ჩანს ლანჩხუთშიც და ამაზე შეუძლია თავად მოსახლეობამ იმსჯელოს, რატომ ხდება ხოლმე, რომ კონკრეტულად ერთი კონკურენტის ან ორი კონკურენტის პლაკატი ნადგურდება და სხვა შენარჩუნებულია და ვინ არის უკვე დასკვნები თავად გააკეთოს მოსახლეობამ. ბრძოლის ეს მეთოდი რა თქმა უნდა ძალიან პრიმიტიულია, იმიტომ რომ ნაცნობი მეთოდია ნაცნობი მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. იცით რა არის, ზოგადად ვის დროსაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის პრიმიტიული მეთოდი ბრძოლის, იმიტომ რომ დებატები მაგალითად არის ძალიან, ასე ვთქვათ, პროგრესული მეთოდი ბრძოლის და მე მივესალმებოდი დღეს რომ ქალბატონი წილოსანი აქ ყოფილიყო და მივესალმები ნებისმიერი კანდიდატის ჩემთან დებატებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას შევუქმნით ჩვენ შესახებ, პარტიების პოლიტიკური პროგრამის შესახებ, უფრო ნათელ წარმოდგენას, რომ მოსახლეობა უფრო სწორი არჩევანი გააკეთოს. დებატებში კიდევ მოგიწევთ, რამდენიმე კანდიდატთან მოგიწევთ დაპირისპირება და რაღაც კონკრეტულ საკითხებზე. აუცილებლად არიან კანდიდატები, სხვათა შორის საკმაოდ ბევრი, რომლებიც თანახმა არიან დებატებზე. მათ შორის სახელმწიფო კანდიდატი ქართული ოცნებიდან, როგორც ამ შემთხვევაში ოზურგეთი, რასაც ვთქვით, ამ გაერთიანებულ ოლქზე. როგორც ხალი პოლიტიკოსი მე ძალიან მაინტერესებს თქვენი, რატომ გადაწყვეტეთ პოლიტიკაში მოსვლა? თქვენ იყავით საკმაოდ წარმატებული განათლების სფეროში, პედაგოგი, სკოლის დირექტორი, განათლების სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდით. პოლიტიკაში მოსვლა რატომ გადაწყვეტეთ? 22 წელია უკვე საქმიანობ განათლების სფეროში და საქმიანობდი სხვადასხვა პოზიციაზე. ვიყავი რიგითი მასწავლებელი, შემდგომ გავხდი საჯარო სკოლის დირექტორი, შემდგომ უკვე ზოგადი განათლების მარხვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი და სწორედ ამ პოზიციიდან გადავწყვიტე გადანაცვლება კერძო სექტორში და მქონდა ისეთი აზრი ჩამოყალიბებული, რომ ზოგადად სახელმწიფო სექტორში დაბრუნების დიდი სურვილი არ გამაჩნდა. ეს განაპირობა ზუსტად იმ რამდენიმე თვიანმა დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე საქმიანობამ და მე აშკარად ხედავდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რა აზრი გამოჩნდა მე როგორც დეპარტამენტის უფროს, ეს არ იყო გაზიარებული და არ ითვლებოდა პოლიტიკურად სწორნაბიჯებად და პოლიტიკურად სწორნაბიჯებად მაგალითად ითვლებოდა ის, რომ უნდა შემოტანილიყო მასწავლებლთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა, რომელიც საერთოდ უტოპიად და პრინციპში დანაშაულებაც მიმაჩნია
პედაგოგთა კორპუსის წინაშე და თავისთავად როგორც კი ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, პირველი რაც განახორციელებს სწორედ ამ სქემის გაუქმება იქნება. ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი ვიხილე, ძალიან ბევრი ისეთი სისტემური პრობლემა, ჩვენ უბრალოდ ეთერი არ გვეყოფა და ვფიქრობ, რომ დღეს განათლებაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და ამიტომ შევიკავებ თავს. ისეთი სისტემური პრობლემა ვიხილე, რომლის თანამონაწილეობის სურვილი მე ნამდვილად არ გამაჩნდა. სწორედ ამიტომ დავიწყე ალტერნატიული სამსახურის ძებნა. მე ვარ მარტოხელა დედა და აქედან გამომდინარე სამსახურზე უარს პირდაპირ ვერ ამბობს მარტოხელა დედა, იმიტომ რომ მე ხელისუფლებისგან არანაირი მხარდაჭერა არ მექნებოდა და შესაბამისად კერძო სექტორი დაინტერესდა ჩემი თავისი სამსახური, დავწერე განცხადება, გადავინაცვლე კერძო სექტორში, სადაც ძალიან წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. მე გუნდთან ერთად დავაფუძნე თანამედროვე განათლების აკადემია. დამფუძნებლები ბუნებრივია კონკრეტული პირები არიან, ჩვენ განვახორციელეთ საგანმანათლებლო პროექტი, შევქმნით ძალიან კარგი საბავშვო ბაღი, ასე ვთქვათ, და კერძო სკოლა და უკვე, ასე ვთქვათ, პირველი სასწავლო წელი დაასრულა, მეორე სასწავლო წელი დაიწყო ამ ორგანიზაციამ და სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლაზე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მე ადრეც თქვენს ეთერში, რომ მე მივიღე ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალისგან, ეს ჩემი აზრია და ბევრი ადამიანი საბედნიეროდ იზიარებს ამას, მივიღე ყველაზე ინტელექტუალური ძალის და შემოთავაზება, რომ ყოფილიყავი მათი გუნდის წევრი, გავეცანი ძირითად პრიორიტეტებს, ვიმუშავე, ასე ვთქვათ, მონაწილეობა, ასე ვთქვათ, პროგრამაზე მუშაობის პროცესის, ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე ყოფილიყავი პოლიტიკაში და ჩემი ცოდნა, უნარი, ზოგადად კომპეტენცია, გამოცდილება გამოყენებული იქნეს ქვეყნის საკეთილდღეოდ უფრო მაღალი პოზიციით. ახსენეთ, რომ ხართ მარტოხელა დედა. ამ დროს ხართ პოლიტიკოსი, პოლიტიკას რომ დიდი დრო აქვს, ეს ყველა მიცის, თან არის საარჩევნო კამპანია, კანდიდატი ხართ ყოველდღიური შეხვედრებით, თან ალბათ დღეში რამდენიმე თქვენი აქტივობებს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რთულია და რამდენად თავსებადია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? ნამდვილად რთულია, რადგან მართალს ვძანებთ, დრო ძალიან დიდი მიაქვს, ასე ვთქვათ, საქმიანობას, თუმცა სიმართლე გითხრათ, დღიდან ჩემი შვილის დაბადებისა ზოგადად ყოველთვის დრო დიდი მიჰქონდა საქმიანობას და განსაკუთრებით განათლების სამინისტროში მუშაობის დროს, სადაც ფაქტობრივად ღამის 11 და 12 საათზე ბრუნდებოდი სახლში მძინარე ბავშვთან, ზოგადად როცა ადამიანი ბოლომდე იხარჯების საქმისთვის, ჩართული ხარ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, დრო ნაკლებია ოჯახისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ იგივე ჩემს შვილს ჰქონდეს ნათელი მომავალი, ამისთვის საჭიროა ჩემი აქტიური საქმიანობა და ყველა შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყავდეს შემდგარი დედა, პროფესიონალი დედა და ეს დედა იყოს მისთვის საამაყო და გარკვეულწილად მისაბაძი მაგალითი ცხოვრების. თქვენი პარტიის პოლიტიკა ძალიან საინტერესოა და გენდერული თვალსაზრისით და ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რაც ვფიქრობთ კოტირებასთან დაკავშირებით, რომელზეც თითქმის მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურად იყო საუბარი, რომ იყოს კოტირება, რომ პარლამენტში იყოს თანაბარი ქალიც და მამაკაცი. თქვენი მოსაზრება და თქვენი პარტიის ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით რა, ზოგადად მე უფრო ჩემს საკუთარ მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ ამ შემთხვევაში. მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ქალია თუ მამაკაცი თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეს თვითრეალიზების. აქედან გამომდინარე, სქეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის და მე ყოფილვარ დამსაქმებელი ძალიან დიდი ხნის მანძილზე და სქესისთვის არასდროს მიმიჯებია უპირატესობა. და თქვენ სისტემაში იყავით, იქ მამაკაცები უფრო დაჩაგრულები იყვნენ, ამ დაჩაგრულს ვერ იტყვი, უბრალოდ პროცენტულად არის ნაკლები მსურველი რომ დასაქმდეს მაგალითად სკოლაში. და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს ზოგადად და თავისთავად რომ ყოფილიყო მე აბსოლუტურად თანაბარ კონკურენტულ გარემოში ვამყოფებდი ორივე სქესს. ასე რომ მიმაჩნია რომ ქალსაც და მამაკაცსაც უნდა გაიხსნას კოტირების მომხრე ხართ. იცით რა არის, წინააღმდეგი არ ვარ. თუმცა ისევ განმეორდები და იგივეს თქმა მომიწევს, თუ კი მამაკაცის პოტენციალი აღემატება ინტელექტუალურ პოტენციალს, კონკრეტულად გამოცდილება, უნარი, ცოდნა, ამ შემთხვევაში ქალი უშუალოდ კონკურენტისას ბუნებრივია უნდა დასაქმდეს მამაკაცი. ხო, ანუ იმისთვის რომ ის ქალია, მე პირადად მხოლოდ იმისთვის რომ ქალი ვარ და ვინმე გარკვეული შეღავათებით მხოლოდ ამისთვის გამიკეთოს, მე პირადად არ მესიამოვნებოდა. თქვენს პარტიაში არის გენდერული ბალანსი დაცული და საარჩევნო სიაში. იცით, ამ კუთხით არ შემიხედავს ისიც, თუმცა ბევრი ვართ და ძლიერი ქალები. როგორია ძლიერი ქალის წარმატების საიდუმლო? რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გერქვას ძლიერი ქალი?
პიროვნული თვისებები გარკვეულწილად რა თქმა უნდა და ამ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს აღზრდა და სოციუმი. რაც შეეხება შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ეს არის განათლება და ამ ცოდნის გამოყენების უნარი. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე მაგალითად დიპლომთან დაკავშირებული თემები, მაგრამ ამ დიპლომის ვერ გამოყენების თემაც ხომ? სწორი არჩევანის შემთხვევაში, ან დაუშვათ შემდგომ გვიან გაკეთებული არჩევანის შემთხვევაში, ადამიანმა უნდა გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული ცოდნა გამოიყენოს საქმიანობაში და ამას სჭირდება რაღაც გარკვეული უნარები. ამიტომ თავისთავად ცოდნაურები კომპეტენცია, ეს არის ძირითადი რაც ალბათ ყველას სჭირდება და მათ შორის ქალს. მაინც სტერეოტიპებს მიუხედავთ იმისა, რომ ვცდილობ დავამსხვრიოთ, დღევანდელი რეალობა არის, რომ მაინც არის, რომ ძლიერი მამაკაცი ქალებს, უпроцент ძლიერი ქალი მამაკაცებს არ მოსწონთ. თქვენ გრძნობთ ამას, რომ აი, თუნდაც თქვენს პარტიაში, თქვენს ირგვლივ ბევრი მამაკაცი არის, გრძნობთ, რომ აი თქვენი ლიდერობა მათ არ სიამოვნებთ? ქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენ ქალი ხარ და იცით რა არის? მართლა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევა, დაწყებული ჯერ კიდევ სკოლიდან, სადაც მე ასე ვთქვათ, გამოვირჩეოდი სწორედ ლიდერის პოზიციით. არც კლასში, არც სკოლაში, არც შემდგომ ცხოვრებაში მე არ მქონია შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მიგრძნია მამაკაცებისგან პირიქით, ყოველთვის მიგრძნია მათგან პატივისცემა და კონკურენტი მამაკაცებიდან ძალიან ბევრი კონკურენტი მამაკაცი გრძნობთ ამ პატივისცემას თუ გრძნობთ იმას, რომ ეს ქალია მაინც ვერ გაიმარჯვებს და მსგავსი მოსაზრება მათ არ გამოუთქვამთ, რომ საჯაროდ არ ამბობენ ხოლმე როგორც წესი. არც გამიგია სიმართლე გითხრათ, მაგრამ როგორც კი გავიგებ, აუცილებლად გავცემ პასუხს საკადრის. რას ურჩევთ იმ ქალბატონებს, რომლებიც დღეს სახლში ზიან? ზოგი სხვა მიზეზით, ზოგი ალბათ არის მაინც სამწუხაროდ მამაკაცების მიზეზით, რომ ქალი ვიციმე კუხნაში. ეგეც გვაქვს ხოლმე. სხვადასხვა შემთხვევა ბუნებრივია. მე ვფიქრობ, რომ ქალი ოჯახში ძალიან დასაფასებელია, არსებობენ ქალბატონები, რომლებიც ოჯახში საქმიანობას უთმობენ ძირითად დროს და ასე ვთქვათ, დაკავებული არიან შვილების აღზრდით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმეა. და რა თქმა უნდა ჩემს გაუმართლებელია ქალი კუხნაში, ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე, ასე ვთქვათ, მე სწორედ ეს დავამტკიცე, რომ ასე ვთქვათ, უნდა ყველა ქალს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ იყოს აქტიური და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული. და მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან საკმაო ხნის მანძილზე ვიყავი ჩართული, აი სწორედ დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე როცა გახლდით, ჩართული ქალთა იმბრძალადობის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, წამოწყებულ კამპანიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო როგორც მახსოვს წამოწყებული და პირადად მონაწილეობდი. ჩვენ ხვდებოდით სკოლაში მოსწავლეებს და კონკრეტულად განუმარტავდით ზოგადად ძალადობის არს, შემდგომ როგორი უნდა იყოს რეაგირება და ანუ ის რაც ამ კამპანიის ფარგლებში იყო შესაძლებელი. და მე ვიყავი ძალიან მოხარული, რომ გახდით ამ კამპანიაში ჩართული და ყოველთვის ჩავერთვები მსგავს აქტივობებში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო წლებში ალბათ დამერწმუნებით ძალიან სერიოზული პრობლემები იდგა და ძალიან მძიმე იყო ის ვითარება, რასაც ჩვენ ხედავდით და რაც გვიყვებოდა. ძალიან საინტერესო 12 დღე არჩევნებამდე დარჩენილი, საკმაოდ დაძაბული ესეთ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, იქნებ კანდიდატებიც საკმაოდ ბევრი არიან. ნებისმიერ შემთხვევაში რა შედეგითაც არ უნდა დაამთავრდეს 8 ოქტომბერი თქვენთვის დარჩებით პოლიტიკაში თუ წაგების შემთხვევაში შეიძლება? არა. მე არ განვიხილავ ზოგადად წაგებას, საერთოდ არ ვუშვებ. დასაშვებობით, საერთოდ არა? არა, არ ვუშვებ ასეთ შემთხვევას და მე ვფიქრობ, რომ დავჩები პოლიტიკაში. რატომ გონიათ, ანუ რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მოიგებთ არჩევნებს? ნაციონალურ მოძრაობა 4 წლის წინ ხელისუფლებიდან წავიდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა უთხრა უარი, დღესაც არის რაღაც პატარა აქციებიც, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი კომენტარი შეგვიძლია წავუკითხოთ, რომ ნაციონალურ მოძრაობა საერთოდ არ უნდა იყოს, რომ ის გუნდი არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. რა გაძლევთ აი ამ ფონზე, როდესაც ესეთი შეფასებები ისმის, იმის საფუძველს თქვათ, რომ თქვენ არჩევნებს აუცილებლად მოიგებთ? პირველი, რა თქმა უნდა, ის რომ
ფიქრობ, რომ 2012 წელს, რადგან მოსახლეობამ უკვე ერთხელ უთხრა უარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და თქვა შესაძლებლობა მისცა ქართულ ოცნებას 4 წლიან პერიოდში ემართა სახელმწიფო და ჩვენ მართვის ნაცვლად ვიხილეთ რეალურად ჩამოშლილი სისტემების სტრუქტურები, ვიხილეთ ნეპოტიზმი, ვიხილეთ როგორ ჩნდება გზა და გზა კორუფცია, მაგალითად როგორ დაეცა განათლების ხარისხი, როგორ იმატა კრიმინალმა ქვეყანაში და ამის დადასტურება თუნდაც გუშინწინდელი ფაქტია, რაც ჩოხატაურში მოხდა და ყაჩაღების ფაქტი და ყოველივე ეს მეტყველებს, რომ აი ამ 4 წლიან პერიოდში რეალურად არათუ წინ არ წავიდა ქვეყანა, არამედ პირიქით ვხედავთ გარკვეული ბევრი მიმართულებით უკან დახევას და ძალიან სერიოზულ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ მოსახლეობა ამჯერად გზად არის უარი უთხრას ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში დარჩენაზე და რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ, მეც, თქვენც, მოსახლეობაც, მაგალითად როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია ერთიან ნაციონალური მოძრაობის და როგორია მხარდაჭერა. რაც შეეხება სოციალურ ქსელში, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი თავისუფლად გამოხატოს და შესაბამისად ბუნებრივია, რომ 100% მხარდაჭერა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება და არც უნდა გქონდეს. თქვენი მთავარი კონკურენტი ვინ მიკაცნეთ? ქართული ოცნების წარმომადგენელი ხალბატონი ნინო წილოსანი, რომლის სავარძელიც დღეს ჩვენ სტუდიაში თავისუფალია, თუ ის მამაკაცები, რომლებსაც საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს, ამ მონაცემებით გულისხმობ აკაკი ჩხაიძეს, გურამ ჩალაგაშვილს, რომელსაც დღევანდელი რეიტინგებით არ თუ ისეთ ცოტა მხარდამჭერები აქვს. მოდით ესე ვთქვათ, ჩემი მთავარი კონკურენტი, ადრეც ვთქვი მეს, სხვა მედია საშუალებებთან. ჩემი მთავარი კონკურენტი არის ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ეს თქვი და ყველა კანდიდატი მაგას ამბობს. არის ეს არის კონკრეტული აიტაცა ორმა კანდიდატმა, ერთი ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, მეორე სწორედ ჩემ ოლქში, ორივემ ძალიან სხარტა დაიტაცა, ტელე კომენტარში ვთქვი, ნამდვილად პირველი ვიყავი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ გამოწვევებია ჩემი მთავარი კონკურენტი და ჩემს კონკრეტ სახელმწიფოარი არა. ოშუმაში გულისხმობთ გურამ ჩალაგაშვილს. როგორც ჩანს, შესაძლოა მასაც გაუჩნდა იგივე აზრი და მეორეა, რომ მასაც მოეწონა ეს დამოკიდებულება. პლაგიატში კი არ ვადანაშაულებ ამ შემთხვევაში, თუმცა რაღაც დგავს ეს პლაგიატსაც. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, როგორ შეიძლება მე მივიჩნიო კონკურენტად ადამიანი, რომელიც დებატებზე არ ესწრება, ხო? იმიტომ რომ ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება ნებისმიერ პოლიტიკური ძალისთვის თქვას თავისი სიტყვა, აჩვენოს თავისი რეალური სახე და ისაუბროს კონკრეტულ ფაქტებზე. წინაშე გადაცემის შემთხვევაში ქალბატონი ნინომ თვითონ პირადად განმარტა, რომ მისთვის მოსახლეობასთან შეხვედრა უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე გადაცემაში მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირით ადრე იყო შეთანხმებული დებატების დროს და საათი. რა თქმა უნდა, ბევრად მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრა, არ მიწყენოთ. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ისინი ამორჩეველი არიან, ეს არის საარჩევნო კამპანია, აი დამერწმუნეთ, რომ არის ძალიან საინტერესო ადამიანთა შეხვედრა. პირადად მე მაქვს არჩეული, ასე ვთქვათ, ორი გზა, ერთი არის კონკრეტულ ჯგუფებთან შეხვედრა, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გამოთქვამს სურვილს, რომ შეხვდეს და მეორე, დავდივარ თითოეულ ოჯახში კარ-და-კარ. ოჯახები მეპატიჟებიან, ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ პრობლემებზე და მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეა, ესა თუ ის ოჯახი, მე ვსტუმრობ, ვეცნობი და ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ პოლიტიკურ თემებზე, ცხოვრებისეულ, საყოფაცხოვრებო თემებზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მედია არის მეოთხე ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, მედიასთან ურთიერთობას და ამავდროულად კონკურენტთან დებატებში შესვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გურია რიუსის რეიტინგს, როგორც ონლაინ ასევე ბეჭდურს. რა თქმა უნდა, იყოს მიშელ, თუმცა ეს მისი არჩევანია ყველა კანდიდატი თავისუფალი. პოლიტიკური ძალა საუბრობს იმაზე, რომ ის მედიას, ასე ვთქვათ, სემს პატივს, იცავს მის უფლებებს. თუ პოლიტიკური ძალა ამ შემთხვევაში სახელისუფლება მუდმივად გველაპარაკება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მედია საშუალება და რაც რუსთავიორის შემთხვევაში სრულიად სხვაგვარად ვიხილეთ,
რა თქმა უნდა, ერთია რომ პატივიუდეს ზე, როცა გეპატიჟება მედია საშუალება და მეორეა რომ აუცილებლად უნდა შეხვიდე დებატებში შენს კონკურენტთან. მით უფრო, როცა სქესია საერთო და საინტერესო შეიძლება იყოს. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ბევრი ადამიანი ანონსიდან გამომდინარე ელოდებოდა თქვენ დებატებს, თუმცა როგორც უკვე მაყურებელსაც ვუთხარით, ქალბატონი ნინო წილოსანი უარზეა ყველა კანდიდატთან დებატებზე, როგორც ჩანს ის არც გადამწყვეტ დღეს საერთო დებატებზე არ მოვა ჩვენს ეთერში. თუმცა როგორც უკვე თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს მისი არჩევანია. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ გადაცემაში სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნინო კვიტაიშვილი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მე ნატო გოგელია ვარ, ეს იყო გადაცემა მონოლოგიდან დიალოგამდე. ჩვენ ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს დებატებით და გადაცემა არჩევანით. ჩაისუნთქებ წიგნიერი ჟანგბადი, ივლიტას ბიბლიოთეკა. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ადამიანია მთავარი ღირებულება, მისი უფლებები კი საიმედოდ დაცული. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება.